ქართველი კაცი ქალს ხელს არ დაარტყამს. თუ დაარტყამს, ბოდიში უნდა მოიხადოს და ანაპატიებენ ან არა. ეს არ არის კაცობა და ეს არ არის ქართველობა. ვითომ რომ ამართლებთ რომ შარდი გადმოასხა თავზეო, დადევით ფაქტი. დავიღალეთ თქვენი აღქმებით და ემოციების манипуляციებით, დავიღალეთ უკვე. და თუ ასე იყო და პოლიციაზე ჩვენების მიცემა არ ეთაკილებოდათ, ფუცელი რომ დაუმთავრდათ ლამის კედლებზე რომ წერდნენ ჩვენებას, ხო, მეორე ფურცლის მოტანამდე, რატო არ დაურეკეს მაშინ პოლიციას? თუ შენ პოლიციაზე ჩვენების მიცემა არ გეთაკილება, მაშინ რატომ არ გამოიძახე პოლიცია? ამდენ ხალხში ერთი ადეკვატური როგორ არ გამოჩნდა და როგორ არ დარეკა პოლიციაში? თუ ჩვენების მიცემა არ გეთაკილება. და ადვოკატის აღსაგანმარტებები რო წავიკითხე, ეს არის ჩვეულებრივი ფეიკი. ისე გამოვიდა, რომ შემთხვევით იდაყვი მიარტყაო და მთელმა მსოფლიომ დაინახა სინამდვილეში გაქანებული მარჯვენა ხუკი. ესე იგი, ფაქტის კონსტატაცია, ყველა ნახეთ როგორ დაარტყა ხელი და იდაყვი მიკრა შემთხვევით. მაგრამ თქვენ მოდაზე ხართ აყოლილები. საქართველოს რუსეთს შორის ომი რო დაიწყო სააკაშვილმა და ჯარისკაცებს რომ დააბრალა და მერე საბაჟოზე რო ხდებოდა ტურისტებს და რო ეხუტებოდა და მთელი ენერგეტიკა და ასე შემდეგ რომ იყიდა რუსეთს, მაშინ ხმას რატო არიღებდით და რატო აჭიკჭიკდით რუსეთ-უკრაინას შორის სპეცოპერაციის შემდეგ? მოდაზე ხართ აყოლილები. მაგრამ როდესაც აყვები მოდას, უნდა იცოდე, რომ პასუხისმგებელი ხარ იმ შედეგებზე, რაც მოყვება საქართველოს რუსეთს შორის ურთიერთობებს. და წერტილი. მოდაზე აყოლილი ხალხი მამა გაბრიელის ფოტოზე რაებსაც მიწერდი და როგორც ლანძღავდით ფოტო დავდები და დავაწერე მამა გაბრიელის სიტყვები, რომ რუსეთის ნახევარი და საქართველოს ჩემი ჯვარია. მამა გაბრიელმა რა დაგიშავათ? ამ ქალს ხო, ესე იგი ადანაშაულებთ და ამიტომ მოხდაო. მამა გაბრიელმა რა დაგიშავათ, რო ლანძღავდით? მამა გაბრიელის ფოტოზე რა დღეში შეხვედით და რა კომენტარებს მიწერდით? მამა გაბრიელზე მეტად გიყვართ საქართველო? მამა გაბრიელზე მეტად გიყვართ უფალი და ადამიანი და მამული და ენა და სარწმუნება მამა გაბრიელზე მეტად გიყვართ? და ბოლოს დასვა. ამერიკამ 2 ატომური ბომბი ჩააგდო იაპონიაში. 2 ატომური ბომბი ჩააგდო ამერიკაში და მორიგდნენ და დღეს ამერიკა არის იაპონიის სტრატეგიული პარტნიორი. მაგრამ გამოსავალი ნახეს იმაში, რომ კონსტიტუციის დონეზე აიგზალა ამერიკის ლანძღვა იაპონიაში. კონსტიტუციის დონეზე აიგზალა ლანძღვა. ეს რატო არ ხდება საქართველოში? თქვენ ვერ აკეთებთ დასკვნებს. 700.000-დან 1.200.000-მდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში. აქვთ შერეული ოჯახები. ზოგს დედა ყავს ქართველი, ზოგს ცოლი, ზოგს შვილი, ზოგს შვილიშვილი. ნათლული, ნათლია არის შერეული, ნათელმირონი და შერეული ოჯახები, ქართულ რუსული ოჯახები. თქვენ რუსებს იხსენიებთ ხორებად. თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ ქართველებს. თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ ყველა რუს წმინდანს, ყველა რუსი წმინდანის წინაშე აგებთ პასუხს. მაგრამ სამწუხაროდ, აი ამ თქვენ სიძულვილზე შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს სრულიად საქართველოს. პასუხს ყველა ვარიანტში მოგთხოვს, უფალიც, რუსი წმინდანებიც, რუსი ხალხიც. მაგრამ პასუხისმგებლობა რომ დაგეკისრებათ, ეს ბუმერანგივით შეიძლება დაგვიბრუნდეს ჩვენ საქართველოში და რუსეთში მცხოვრ ქართველებს. ეს უნდა დაარეგულიროს სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ. და კაია კალასის და ურსულა ფონ დერ ლაიენის იმედად რო გვაქვს დატოვებული რუსეთს საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება, იმიტომაც ვართ ამ დღეში. შეიძლება განსაცდელში ვართ, მაგრამ ღირსეულად უნდა გავიაროთ. განსაცდელში რო ჩვენინებით შევედით, ეს განსაცდელი ღირსეულად უნდა გავიაროთ. იმ კახელმა ბიჭმა ბოდიში უნდა მოიხადოს და საქართველოს უნდა გააკეთოს სწორი შეფასებები. და ამ სწორმა და კეთილგონიერმა შეფასებებმა შეიძლება რაღაც დოზით განსაცდელი შეამციროს და ამის იმედი ამტოვებს. იმიტომ რომ უმრავლესობა საქართველოში არის ჩანსახადმოაზროვნე, არის უმცირესობის უმცირესობა, რომელიც თავს წარმოაჩენს როგორც სრულიად საქართველოს დოქტრინის ავტორი. არავინ არ გეკითხება თქვენ საქართველოს ბედს. და წერტილი, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს კეთილგონიერებით, როგორც ეს გააკეთა იაპონიამ ამერიკასთან ურთიერთობაში და წერტილი ამით დაგემშვიდობებით.